დღეს პროტესტის 100 დღის იუბილეს აღნიშნავთ და რა ვიცი, უახლეს ისტორიაში მე მგონი ამ მასშტაბის პროტესტი არ გქონია და მე და ჩემი თანამებრძოლები ამ ეტაპს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვან და გარდამტეხ მოვლენად აღვიქვამთ, რადგან ბევრ ახალ რაღაცას ვსწავლობთ, ახალი გზებით ვცდილობთ წარსულის, აწმყოს და მომავლის გადააზრებას და მე მგონია, რომ ეს ურყევი ნება ქართველი ხალხის ძალიან ცხადია შიშის, ტერორის, სისტემური ძალადობის მიუხედავად ადამიანები ღიად უპირისპირდებიან ჩაგვრელ რეჟიმს, რომელიც ძალადობას, სიღარიბეს, უღირს ცხოვრებას, მხოლოდ სიძულვილს აწარმოებს. და ამას ქვია ოლიგარქიული კაპიტალიზმი, რომელიც არავის არ დაინდობს, ვინც მას დაუპირისპირდება, მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმით ან რა შინაარსით. ძალიან საშიში არის შემდეგი 4 წელი, რაც წინ გველოდება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ეს რეჟიმი დარჩება ძალაუფლებაში. თუ ჩვენ რაღაცა მნიშვნელოვნად გამოიღვიძებს ქართველი ხალხი და ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქმევა და უფრო აქტიურად გადავალთ რაღაცა შინაარსობრივ დისკუსიაში, სადაც ჩვენ ვილაპარაკებთ ყველა იმ წუხილზე, პრობლემაზე, რასაც ეს ამჟამინდელი და წინა ხელისუფლებები ჩადიოდნენ, ამას დაერქმევა თავის სახელი, ეს არის ანტისახალხო ძალადობრივი რეჟიმი. როგორც დღეს არსებული თვითმარქვია რეჟიმი, წინაც და იმის წინაც. და ამიტომ მგონია, რომ ამ კრიზისში ახალი იმედი და რწმენა ძიბადება ყველაფრის მიუხედავად რა.